გრძელდება პირველი კადრები და მრევლის რეაქცია მას შემდეგ, რაც ბერი ნიკოლოზის საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ვიდეოდან ირკვევა, რომ ადგილზე მყოფები სასწრაფო დახმარების ბინაში შესვლას ეწინააღმდეგებიან. ღმერთია და ექიმი არ სჭირდება, ამბობდა მრევლის ნაწილი რამდენიმე დღის წინ გადაღებულ კადრებშიც. გავრცელებული ინფორმაციით ნარიმან მაქარაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და 9 აპრილის შემდეგ გარეთ არ გამოსულა, თუმცა ხალხმა, ვინც მის სახლთან ყოველდღე იკრიბება, ექიმებს ბინაში შესვლის უფლება არ მისცა. ბერი ნიკოლოზი პოლიციამ გვიან ღამით გამოასვენა. ადგილზე ხმაური იყო. მრევლის ინფორმაციით ის ერთ-ერთ დამგრძელავ ბიუროშია გადასვენებული. როგორ გახდა პოლონელი ტელეწამყვანი 9 წლის წინ საქართველოში ტაქსის მძღოლისგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. მანქანაში ჩამეძინა მძღოლმა ჩიხში შეუხვია. გამომეღვიძა, როცა გვერდით მეჯდა და სხეულზე მეხებოდა. ამის შესახებ ჟურნალისტმა გადაცემაში ისაუბრა. 155 მილიონი დოლარის ზარალი ერთ ღამეში უკრაინამ ანექსირებულ ყირიმში რუსების 2 სადესანტო ხომალდი და რადიოლოკაციური სადგური დაბომბა. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის განცხადებაში აღნიშნული. ლუიზიანას შტატში მასობრივი სროლის შედეგად თავდამსხმელმა საკუთარი 7 შვილი და კიდევ 1 ბავშვი მოკლა. მათი ასაკი 1-დან 14 წლამდე მერყეობდა. შემთხვევა გუშინ მოხდა, კაცი მიიმალა, თუმცა პოლიციამ მისი ლიკვიდირება მოახერხა.